საღამო მშვიდობისა. ეთერშია სტუდია მაესტრო პატარა ტელეთამაშით სიტუაცია პლუს. ასე რომ დაძაბული და ჩახლართული ისტორიების მოყვარულებო, არ გადართოთ თქვენი ტელევიზორების სხვა არხზე. ჩვენი თამაში ამ საღამოსაც მოგცემთ საშუალებას გამოავლინოთ თქვენი ფანტაზია და რაც მთავარია ორიგინალური აზროვნების ნიჭი. როგორც იცით, ჩვენს თამაში იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე ორიგინალური გზით ახერხებს და აღწევს თავი გამოუვალ სიტუაციას. ანუ ახერხებს ყველაზე ორიგინალური გამოსავალის პონს. დღევანდელი თამაშისთვის დაწესებული პრიზი კი ასე გამოიყურება. ახლა კი იმის შესახებ თუ ვინ გახდა ჩვენი წინა თამაშის გამარჯვებული. როგორც გახსოვთ, თქვენ უნდა გეპოვათ გამოსავალი მეტად დაძაბული სიტუაციიდან. იგი შეიქმნა ტელესერიალების მოყვარული ცოლისა და მისი უყურადღებოდ დარჩენილი მეუღლის კონფლიქტის საფუძველზე. მოკლედ განხეთქილების ვაშლი ამ შემთხვევაში იყო საპნის ოპერა. მაშ ასე, ჩვენი გამარჯვებული ყველაზე ორიგინალური გამოსავალის ავტორი. მე ვარ ნინო სარჯულაძე, სიტუაცია პლუსის გამარჯვებული. ჩემის აზრით ამ სიტუაციიდან ყველაზე ორიგინალური გამოსავალი იქნება შემდეგი. ერთ დღეს ჩვენი სიტუაციის გმირი საღამოს ტელესერიალის დამთავრების შემდეგ უნდა დაბრუნდეს სახლში და ცოლის კითხვაზე თუ სად იყო ამდენხანს უნდა უპასუხოს, რომ იყო თავის ძველ მეგობართან, რომლის ცოლსაც ეს დიასახლისი ხშირად ბაძავს. ამის შემდგომ მამაკაცმა უნდა სხვათა შორის ახსენოს, რომ თავისი მეგობრის მეუღლე არ უყურებს ტელესერიალებს, ნედან დარეხარისხის ფილმებად მიაჩნია ისინი. ამის შემდეგ დარწმუნებული ბრუნდებოდეთ, რომ ეს ქალბატონი ნელ-ნელა თავს დაანებებს ტელესერიალების ყურებას და ბოლოს თავად იტყვის, რომ ისინი დარეხარისხის არიან და საკმაოდ არასაინტერესონი. ამ გამარჯვებისას მე დამაჯილდოვეს გამა სერვის ბარათით, რისთვისაც დიდ მადლობას გითხრა. ახლა კი ჩვენი დღევანდელი თამაშის შესახებ. დღეს გთავაზობთ სიტუაციას, რომელიც საკმაოდ ხშირად იქმნება ქართულ ოჯახებში. მოკლედ, სიტუაცია პლუსის დღევანდელი თემა რძალ დედამთილს შორის კონფლიქტი. მაშ ასე, ყურადღებით. ყველაფერი დაიწყო ძალიან ჩვეულებრივად. აი ასე. ან სულაც პირდაპირ ასე. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ ერთმა ჩვეულებრივმა შეყვარებულმა წყვილმა ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, ვაჟის დედა მაინც და მაინც დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია ამ ამბავს. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, სულ მალე ახალი ოჯახი ძველის ბიუჯეტზე დაჯდა და მასთან ერთჯერ ქვეშ დაიწყო ცხოვრება. თანაცხოვრების პირველი დღეები ჩვეულებრივი რიტმით მიედინებოდა. ხო, სულ დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ ოჯახის დედას სამწუხაროდ აღარ ჰყავდა მეუღლე და მისი ზრუნვის ერთადერთ საგანს ერთადერთი ვაჟიშვილი წარმოადგენდა. ეს ისე, სხვათა შორის. ხო, როგორც უკვე ვთქვით, დღეები ჩვეული რიტმით მიედინებოდა. ვაჟის დედა მართალია სრულიად შეუმჩნევლად, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც განიცდიდა იმას, რომ ახალდაქორწინებულები დროის უმეტეს ნაწილს ბუნებრივია ერთად და თანაც განცალკევებით ატარებდა. უცნაური ეჭვის გრძნობა, თუმცა ასეც ხდება ხოლმე. მოკლედ, ოჯახში გარეგნულად სრული სიმშვიდე და იდილია სუფევდა. დედამთილი გამუდმებით ზრუნავდა გემრიელი სადილის მომზადებაზე. ეს მართლაც ყოველთვის კარგად გამოსდიოდა. ახალი რძალიც, რა თქმა უნდა, შეძლების დაგვარად ეხმარებოდა მას. მართალია, ალბათ თავისი ასაკის გამო ჯერჯერობით კულინარია არ იყო მისი ერთადერთი და ძლიერი გატაცება, თუმცა დახმარებისათვის ყოველთვის მზად იყო. რძლის სამზარეულოში ტრიალი დედამთილის მაინც და მაინც დადებით შეფასებას ჯერჯერობით ვერ იმსახურებდა. ესეც ისე, სხვათა შორის. ოჯახის ახალი წევრი, ანუ რძალი, ბუნებრივია საკმაოდ დროს უთმობდა საკუთარ თავს და ბუნებრივია მეგობრებთან სტუმრობაზეც არ ამბობდა უარს. ერთადერთი ვაჟიშვილის პატრონი, ერთადერთი დედა კი რატომღაც უსიამოვნოდ იყო განწყობილი ყოველივე ამის მიმართ. ბოლო დროს კი რძლის შემოწმების მიზნით მის მეგობრებთან რეკვასაც მოუხშირა და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. დედამთილის ამგვარ ქცევას რძლის მხრიდან საკმაოდ მძაფრი რეაქცია და ერთმანეთს შორის ხანგრძლივი უსიამოვნო დიალოგი მოყვა. იდილიურ ოჯახში მდგომარეობა ოდნავ დაიძაბა. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო. დაიწყო ის, რასაც ტრადიციულად რძალ დედამთილს შორის ჩუმ კონფლიქტს უწოდებენ ხოლმე. ხო, ახლად დაქორწინებული ბიჭი დაგვავიწყდა. მას როგორც დედის, ასევე ცოლის მხრიდან სულ უფრო და უფრო ხშირად ესმოდა საყვედურები. მიზეზი და არგუმენტი არც ერთს ელეოდა და არც მეორეს. ასე რომ ახალგაზრდა მამაკაცი ხშირად ვარდებოდა უსიამოვნო მდგომარეობაში. ბოლოს დაიწყო დიპლომატიური მოლაპარაკებები ბინის დაშლის თაობაზე. მაგრამ ხანგრძლივი დებატების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამისათვის არც მატერიალური ბაზა უწყობდა თხელს და რაც მთავარია, არც დედამთილის სურვილი.
ამასობაში კი რძალდედამთილის ურთიერთობა უფრო და უფრო იძაბებოდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ერთ მშვენიერ დღეს იგი ხმამაღალი კონფლიქტითაც დაგვირგვინდა. რის შემდეგაც ახალგაზრდა მანდილოსანმა დემონსტრატიულად დატოვა ოჯახი უკან დაბრუნების ფაქტის გამორიცხვით. ასე რომ, იძაბება სიტუაცია და ახლად დაქორწინებული ახალგაზრდა ყმაწვილი დამეთანხმებით საკმაოდ არასასიამოვნო არჩევანის წინაშე დადგა. ან დედა, ან მეუღლე, სამწუხაროდ. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი სიტუაცია საკმაოდ ხშირად იქნება ქართულ ოჯახებში. მოკლედ დღეს აქტუალური პრობლემის გადაჭრა გევალებათ. თუმცა როგორც იცით, თქვენ უნდა იპოვოთ ამ პრობლემის გადაჭრის ორიგინალური ვერსია. ანუ თქვენ უნდა იპოვოთ არ დაგავიწყდეთ დღევანდელი თამაშისათვის დაწესებული პრიზი, საკმაოდ სიმპათიური კედლის საათი, რომელიც ასე გამოიყურება. ასე რომ იფიქრეთ, ეძებეთ და უბრალოდ გაერთეთ ჩვენთან ერთად. როგორც ყოველთვის ინტერესი თველი თქვენს არებს ტელეფონზე 36 88 71. სტუდია მაესტრო აგრძელებს მუშაობას. მე კი დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის.